მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2019 წლის ნოემბერი ამოცანა ნომერი 10. გლუ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოსრიალი ძელაკით რეკადად ეჯახება უძრავ ძელაკსო, როგორც ნახაზი გვაქვს მოცემული და გვეკითხებიან განსაზღვროთ რისი ტოლია უცნობი m მასა. მოცემული გვაქვს მოდი პირობითად ეს იყოს პირველი სხეული, ეს იყოს მეორე სხეული. და როგორც ნახაზიდან ხედავთ m1 პირველი სხეულის მასა არის 4 კილოგრამი. მის შესაბამისი სიჩქარე არის v1 3 მეტრწამი. მეორე სხეულის მასა როგორც ხედავთ m2 ტოლი არის m-ის, მისი შესაბამისი სიჩქარე v2, რადგანაც გითხრეს რომ უძრავი არისო v2 უდრის 0-ს, უძრავ სხეულს ეჯახება შესაბამისად v2 უდრის 0-ს და დაჯახების შემდეგ რა გვაქვს? დაჯახების შემდეგ როგორც ხედავთ სხეულის მასები არ გვიცვლება, თუმცა სიჩქარეები იცვლება. ანუ v1 პრიმი როგორც ხედავთ გახდა 1 მეტრწამის ტოლი, ხოლო v2 პრიმი ტოლი გახდა v-ი. და გვეკითხებიან განსაზღვროთ უცნობი m მასის სიდიდე, ესე იგი m2-ს გვეკითხებიან. კარგით. მოდით ასე მოვიქცეთ, რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ, ეხლა ჩავწეროთ ენერგია იმპულსის შენახვის კანონი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ როგორც იმპულსი, ისევე ენერგია დაჯახებამდე უნდა ტოლი იყოს იმპულსის და ენერგიის დაჯახების შემდეგ, კერძოდ p სრული იმპულსი დაჯახებამდე ტოლი უნდა იყოს ტოლი უნდა დარჩეს სრული იმპულსის დაჯახების შემდეგ, იგივე არის კინეტიკური ენერგიის შემთხვევაში, სრული კინეტიკური ენერგია დაჯახებამდე ტოლი უნდა იყოს სრული კინეტიკური ენერგიის დაჯახების შემდეგ, საიდანაც იმპულსი დაჯახებამდე რის ტოლი არის m1 v1-ის დამატებული m2 v2. ეს ტოლი უნდა დარჩეს m1 v1 პრიმს დამატებული m2 v2 პრიმი, ანალოგიურად ენერგიებისთვის m1 v1-ის კვადრატ ნახევარი დამატებული m2 v2-ის კვადრატ ნახევარი, ტოლი უნდა დაგვრჩეს m1 v1-ის პრიმ კვადრატ ნახევარს დამატებული m2 v2 პრიმ კვადრატ ნახევარი, საიდანაც ეხლა მოცემულობით v2 აქაც და აქაც 0-ის ტოლია. შესაბამისად ეს წევრები წვლილს აღარ მოგცემს განტოლებაში და რა დაგვრჩება m1 v1 არის m1 არის 4, 4 ჯერ v1 არის 3, 4 ჯერ 3 მოგცემს 12-ს, ეს ტოლი არის m1 არის 4 აქაც გამრავლებული v1 პრიმზე, რომელიც 1-ის ტოლია, 4 ჯერ 1 მოგცემს 4-ს დამატებული m2 v2 პრიმი. ქვემოთაც რა გვექნება m1 ქვემოთაც არის 4-ის ტოლი, ეს გამრავლებული v1-ის კვადრატზე, v1 არის 3, 3-ის კვადრატი მოგცემს 9-ს, შეფარდებული 2-თან, ტოლი გამოგვივა, ახაც m1 არის 4, 4 ჯერ v1-ის პრიმის კვადრატი, ესე იგი 4-ის v1 პრიმი არის 1, 1-ის კვადრატი 1, 4 ჯერ 1 შეფარდებული 2-თან, დამატებული m2 v2 პრიმ კვადრატ ნახევარი. საიდანაც რა გამოგვივა? ესენი შევეკვეცება, აქ დავრჩება 2, ესენი შევეკვეცება, აქ დავრჩება 2. აქ ამ ტოლობიდან მივიღებთ, რომ m2 v2 პრიმი, m2 v2 პრიმი ტოლი ყოფილა 8-ის, ხოლო მეორე სისტემაში შემოვლი მეორე განტოლებიდან მივიღებთ, რომ მეორე ტოლობიდან 18, ეს არის 18, ეს არის 2, შესაბამისად m2 v2 პრიმ კვადრატ ნახევარი, ტოლი გამოგვდის 18-2 16-ის. საიდანაც მოდი ესე მოვიქცეთ, აქედან რა გამოგვდის? m2 v2 პრიმ კვადრატი ნახევარი თუ 16-ია, თვითონ m2 v2 პრიმ კვადრატი 32 იქნება, ასე. და მოდი ქვედა განტოლებას თუ ზედაზე გავყავთ, რას მივიღე? m2 v2 პრიმი გაყოფილი m2 v2 პრიმზე, ონთა კვადრატი, ამას ავყოფთ ზედაზე. ტოლი არის 32 გაყოფილი 8-ზე 4-ის. ესენი შევეკვეცება, SM2-ით შევეკვეცება და აქედან გამოგვივა, რომ v2 პრიმი ტოლი არის 4 მეტრწამის. შესაბამისად v2 პრიმი თუ 4 მეტრწამია, აი აქ დასმა, რას მოგცემს, აქ თუ ჩავსვათ, მივიღებთ, რომ m2 გამრავლებული v2 პრიმზე, რომელიც 4-ია უდრის 8-ს, საიდანაც m2 საძიებელი m2 ტოლი გამოგვდის 4 კილოგრამის. ანუ პასუხი რომ დავწეროთ, m-ი ტოლი ყოფილა 4 უგაცრავად, რატო შეგვეშალა 8 გაყოფილი 4-ზე 2, კი ბატონო, 2 კილოგრამი გამოგვდის პასუხი, ესე იგი m-ი ყოფილა 2 კილოგრამის. ასე ბატონო ჩემო, ეს კი გამოგვდის პასუხი B.